Քენი სახელი გოგონა? ლიკა? აი ეს გოგო ეხლა ვარ მე მკვდარ ზღვაზე. ეს გოგო 10 წელიწადია ჩამოსულია აქ ისრაელში. სამუშაოდ რომ ლუკმაპურის ფული გაუგზავნოს თავის ოჯახს და თავის შვილებს. მერცმა წარმატება მისცეს და მარტო იმიტომ დავინტერესდი ამ გოგონათი რომ ისეთი მადლობელია ამ ჩვენი ქვეყნის და ყველაფერს ვაფასებ და 1-2 სიტყვა როგორ შემიძლია ცუდი ვთქვა ამ ქვეყანაზე, როცა მე ამ ქვეყნად ძალიან ბევრი დიდი პრობლემა მოვიგვარე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების მეშინია, იმიტომ რომ არა ვარ იმ ქვეყანაში დაცული და რომელ სამსახურზე და რომელ რამეზეა ლაპარაკი და მე პირადად ისეთი მადლობელი ვარ ამ ქვეყნის რომ გაიხარე. მთელი ცხოვრება რომ მეოცნება ალბათ ვერავი ხდენდი იმოცნებას ამ ქვეყნით მოვიგვარე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, კარგი გოგონა ჩანხართ და წარმატებებს გისურვებ. მუშაობა არ ეზარება, ყველა შეუძლია მართალი ხარ. შენი კარგი ფიქრები. ღმერთმა არქაბარია ჯანმრთელობა აგისრულოს ღმერთმა. და რაცოცნებები ღმერთმა შეგისურვოს. შენისთანა კარგ ადამიანებს. ბევრი თქვენისთანაც არ მჯერობს. ბევრი ძალიან ცუდად გვიხსენებს, ძალიან ცუდად. როგორ შემიძლია მოვიბრუნო ენა ცუდად, როცა TikTok-ზე როზიანის ნიფხვიანი ჭორიკანა კაცები და ურიებს რო გვიზახიან და ნეტა ერთი რამით რაღაცით გჯობდნენ ურიებს ან 1%-ში თუ მოგვიდგებიან რამეში და განან და ამ პენსიაზე ევროპის პენსიაზე რომ აცხოვრობენ და ზიანდად ერთობიან იმაზე და 24 საათი ჩვენ ქვეყანას განძრევა ეზარება ხო 24 საათი ჩვენ ქვეყანას რაძღავენ ჩვენ წევლიან და გჭორობენ და აი შენ გაიხარე და სიმართლე თქვი მე ამას გავაზიარებ და აი ბევრი არიან ესეთი უმადურები აქ ჩამოსულები აქედან არჩენენ ოჯახებს ყველაფერი და ერთ სიტყვას არ მიწერენ იმ არამზადებს ერთ სიტყვას არ მიწერენ რატო იზახით ამდენ ტყუილებს თუ არ მოსწონთ ნუ ჩამოვიდეთ 10 წელიწადია შვილო აქ ცხოვრობ შენ დაგინახია რომ ჩვენი ჯარისკაცები ბავშვებს ხოსამე? აქ ბავშვებს ხოსამე? კარგად იცი რას გადავდივართ და ამომში რა პრობლემებს გავდივართ ყველა. მაგრამ აი ეს ურჯულოები როზიან, ეს ურჯულოები როზიან, ხო და იქ რო ჭორაობენ მოცლილები, უსაქმურები, არაფრის მაქნისები, აი ეგ მიდოდა და გაიხარე. წარმატებებს გესურვებ. გაიხაროთ, მადლობთ.